დღეს 8 ივნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია სულთმოფენობას და წმინდა სამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მუხლმოდრეკის ლოცვები შესრულდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ნიკოლაძეების გვარი დაილოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოლაწმინდა სამების დღესასწაულს. დღეს არის სულიწმინდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: სულითა წმინდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების. ესე იგი სული წმინდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. აი, როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები იყვნენ შეშინებულები. ისინი თითქოს დაობლდნენ. წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ მათ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა მათ ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ. ნუგეშინის მცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილები ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა. და აი მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში. მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმინდას. ჩვენ გვავიწყდება ყოლაწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი. გვავიწყდება მისი გამდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი? თავარი მიზანი. რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების თავარი აზრი რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში. დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული. თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები.
ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, სიტკბოება. და სულიწმინდასთან ერთად ადვილია და სასიხარულოა ცხოვრება. მაგრამ ამას რომ მივახციოთ, მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას. აი დღეს იყო სახარებაში წაკითხული უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე. ვისაც წყურია მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც წამს ჩემი მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები. და შემდეგ დასძენს სახარება რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა. ეს არის სწორედ სულიწმინდის მადლი. მასშესადამე ვიღებულობს ამ ცოცხალ წყალს. მხოლოდ ის ვისაც ძლიერ წყურია, ვისაც ყველაზე მეტად ცხოვრებაში სურს აი ამ მადლის მიღება და მოხვეჭა და მიისწრაფის ამისკენ. აი ჩვენ ძვირფასო ძმებო და დებო სხვადასხვა გარემოებათა გამო ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლინება. რადგან სწორედ სიმდაბლით და ლოცვით ყველაზე უკეთ მოიპოვება სულიწმინდის მადლი. მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით. უბრალო. არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება. არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. აი შეგვეციოს უფალი რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმინდისა და სული ღვთისას უფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება. დღეს ძვირფასო ძმებო და დებო არის ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაული, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. და აი ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით და ლოცვა კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში არის ნათელი დასტური სულიწმინდის შემწეობის. დიდი სიყვარულით მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული. მადლობა უთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურო ჯანმრთელობა, ღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხებით ილოცება ნიკოლაძეების გვარი. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმინდის მადლი მოგმადლოთ. ჩვენთან არის ღმერთი. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მოგეხსენებათ აღდგომიდან 50-ე დღეს
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება სულთმოფენობის დღესასწაული. მას ძველ ქართულში ერგასის დღესასწაულის ეწოდება გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ერგასი ნიშნავს 50 ეულს და რატო ეწოდება მას 50 ეული, რომ სწორედ აღდგომიდან ეს გახლავთ 50-ე დღე, ხოლო მაცხოვრის ხორციელი ამაღლებიდან 100-ე დღე. ისტორიულად ძველ აღთქმაშიც იყო ერგასის დღესასწაული. და სწორედ ამ დღეს რატო დაემთხვა ეს დღესასწაული, რომ აი როგორც სამოციქულოში იქნა წაკითხული, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ქალაქ იერუსალიმში, რადგან ისინიც აღნიშნავდნენ ძველი აღთქმიდან მოყოლებულ აი ამ ერგასის დღესასწაულს, სასურვად აი ამ დღეს მოხდა ეს დიდებული დღესასწაული, ანუ სულთმოფენობა. რით არის მნიშვნელოვანი ეს დღესასწაული? როგორც ჩვენ საქმემოციქულთას ტექსტიდან ვიცით, რომ მოციქულებზე ცეცხლოვანი ენის სახით გადმოვიდა სულიწმინდის მადლი. და რით არის მნიშვნელოვანი ეს დღე? ეს დღე არის ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღე. ანუ უბრალო ენით რო ვთქვათ, ეს არის დღევანდელ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაბადების დღე, თუ შეიძლება ესე ითქვას. და ამ დღესასწაულის დაარსება, ეკლესიის დაარსება, რასთან არის დაკავშირებული, აი ესაა ნიშანდობლივი, რომ მოციქულებზე როგორც წეღანი ითქვა, სულიწმინდის მადლი ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი, ანუ სხვადასხვა ადამიანებისთვის გასაგონ ენაზე. და სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა ნიშნავდა მოციქულების, ესე ვთქვათ, მღვდლად, ანუ ეპისკოპოსებად ხელდასხმას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესია არის დაფუძნებული ეპისკოპატზე და არა კონკრეტულ მოციქულზე, თქვათ, აი ერთ მოციქულზე კი არ გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, არამედ ყველა მოციქულზე, ვინც იყო შეკრებილი სიონის თაზი კონკრეტულ სახლში, რაც ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდის მადლი ყველა მოციქულზე თანაბრად განაწილდა, ანუ თანაბარი ხელდასხმა მიიღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაფუძნებული როგორც კრებული, როგორც კრებსით, ანუ ეპისკოპოსთა კრებული. და რატო არ მოხდა ისე, რომ კონკრეტული მოციქულზე რატო არ გადმოვიდა სულიწმინდის მადლი, აი მოკლედ რო განმარტოთ ესაც, თავი ეკლესიის არის თავად მაცხვარი, განკაცებული მაცხვარი იესო ქრისტე. ხოლო სხვა, ასე ვთქვათ, დანარჩენი, ვინც არის ვთქვათ, იერარქია, სამღვდელოება ან მორწმუნე საზოგადოება, ეს არის მაცხოვრის სხეულის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ნაწილები. ანუ ეკლესია შეიძლება ითქვას, რომ არის მაცხოვრის სხეული მთლიანობაში. იერარქია, ანუ ეპისკოპატი, ეს არის წამყვანი, ასე ვთქვათ, ეკლესიის მმართველი ძალა, ხოლო მრევლი ესეც არის, ასე ვთქვათ, მათ დაქვემდებარებული აი ამ სისავსის ნაწილი. ისე რომ შეიძლება ითქვას, რომ არც ცალკე სამღვდელოება ეკლესია და არც ცალკე მრევლია სამღვდელოების გარეშე ეკლესია, არამედ აი ამ ერთობას ეწოდება ეკლესია. ამ ხრივ ძალიან დიდია ამ დღესასწაულის მნიშვნელობა აი ამ ხრივ და ესაა გასაზრებელი, ვიდრე თქვათ მისი ეს გარეგნული ფორმა, ყვავილების დაფენა, ესეც რა თქმა უნდა ეს ყვავილების დაფენა ძირითადად მწვანე ბალახის გაშლა ხდება, სულიწმინდის მადლთან ასოცირდება ეს მწვანე ფერი, მაგრამ უფრო მეტად ეს დღე იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დაფუძნდა როგორც კრებული. და აი ეს არის აქ გასათვალისწინებელი. მე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ღმერთის სულიწმინდის მადლი გვეწეოდეს და გვიძღოდეს ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხონების გზაზე, როგორც თქმა უნდა, დაგასწროთ. ულოცავ სულთმოფენობის დღესასწაულს სრულიად საქართველოს. ულოცავ ჩვენ საყვარელ უწმინდეს პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსახლეს მეუფეშიოს, ჩვენ წმინდა სინოდს და ჩვენს ყველა მორწმუნე მრევლს. სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა იყო ის ფაქტორი, რითაც ფაქტობრივად მთელი მართლმადიდებელი ხალხი მოექცა ამ ძვირფას და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მათ შორის ჩვენ ქართველობა და ეს იმხელა პასუხისმგებლობას და სიყვარულს გვავალებს, რომ ჭეშმარიტად დავიცვათ ღვთის რწმენა, ბოლომდე უერთგულოთ მაცხოვარს ჩვენსას და ჩვენს საყვარელ პატრიარქს, რომ გავიდეთ სამშვიდობოს ჩვენი საქართველოს გაფრთხილების გზაზე. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს პატრიარქ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ. ყველას გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, როს დაგასწროთ ღმერთმა და დიდი სიყვარულით ულოცავ პატრიარქს. ძალიან გვიყვარხარ. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ დღესასწაულს, ასევე მეუფეშიოსაც. მე ძალიან მომწონს ეს დღესასწაული. ღმერთმა დაგიფაროთ და ყველა ჯანმრთელად იყოს. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავთ. სამბაში ვიმყოფები ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ სწორედ ძალიან ბევრი ადამიანია დღეს შეკრებილი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ერთად ვზეიმობთ დღევანდელ მნიშვნელოვან დღესასწაულს. დიდი სიყვარულით ვილოცავ ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს დღევანდელ დღეს.
დღეგრძელობას, დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ, ჯანმრთელობას, ასევე დიდი სიყვარულით ულოცავ მეუფე შიოს ყველა სასულიერო პირს და მორწმუნეებს. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობა 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და აღდგომიდან 50-მეათე დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.